სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. აღალყოლადო სამღვდელოესო, მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ნიკოლოზობას, ღირსი შიონ ღვიმელის ხსენებას, წმინდა წინასწარმეტყველ ისაიას ხსენებას გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ოსვაკურთხევას. როდესაც ჩვენ ვეცნობით აი ასეთი დიდი წმინდანების ცხოვრებას, მათ ღვაწლს, ჩვენ ვუკვირდებით მათი სიწმინდის თავისებურებებს და შთაგონებას ვიღებთ ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. იმიტომ რომ ყოველი მათგანი თავისებურია, განუმეორებელია. იმიტომ რომ ყველა ადამიანია საერთოდ განუმეორებელი და ზოგადად სიწმინდეს არ გააჩნია რაიმე შაბლონი ან ტრაფარები. ამიტომ ჩვენ ვეძებთ მათში ამ თავისებურებას, რომ მივბაძოთ, რომ განვახორციელოთ და გავხსნათ ჩვენს პირად სულიერ ცხოვრებაში. იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრებაც განუმეორებელია და არ გავს სხვისას. და ქრისტიანული ცხოვრება არ შეიძლება იყოს და ღვაწლი სხვანაირი, იმიტომ რომ სულიერი ცხოვრების მიზანია სულიწმინდის მოპოვება და რომ გავხსნათ ჩვენში ღვთის ხატება. ეს არის მიზანი. ამიტომ ჩვენ უნდა ვბაზავდეთ წმინდანებს, ვინც ამას მიაღწია, მადლიც მოიხვეჭეს და მათში ბრწყინავს ხატება ქრისტესი. მაგრამ ბრწყინავს ყოველ მათგანში განსხვავებული. აი რა იყო წმინდა ნიკოლოზის სიწმინდის თავისებურება? მის ტროპარში რა სიტყვებს ვგალობთ ჩვენ? კანონად სარწმუნოებისა, ხატად სიმშვიდისა, მოძღვრად მარხვისა, ყოშენ ქრისტემან სამწუხო შემისათვის. ამისთვისა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე იგლახაკითა სიმაღლე. ესე იგი, აი ამ სიმდაბლეზეა საუბარი, იმ საოცარ სიმდაბლეზე, რომლითაც იგი ამაღლდა ასეთ დიდ სულიერ საფეხურს. ეს სიმდაბლეა და სიმშვიდეა, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვითხოვთ დილის ლოცვებში თუ საღამოს ლოცვებში თუ სხვადასხვა ლოცვებში. და აი ძვირფასო ძმებო და დებო, რატომ არის ტროპარში ასე ხაზგასმული, რომ სიმდაბლით მოიპოვე სიმაღლე? იმიტომ რომ სულიერ ცხოვრებაში არსებობს ღვთისგან დადგენილი ნორმები და კანონები. და აი მხოლოდ აი ამ კანონების შესრულებით, სულიერი ნორმების შესრულებით შეიძლება მიაღწიო სიწმინდეს და სულიერებას. და აი ამ კანონთა შორის უპირველესი არის სულიერი კანონის სიმდაბლის შესახებ. რაც მდგომარეობს იმაში, რომ სულიწმინდის მადლი მიდის მხოლოდ სიმდაბლესთან. და ამას მოსდევს სიმშვიდეს, რა თქმა უნდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. და აი წმინდა ნიკოლოზი ამით გამოირჩევა სწორედ ამ თვისებებით. ამაში უნდა მივბაძოთ ჩვენ მას, რადგან ჩვენ ეს ყველაზე მეტად გვჭირდება. იმიტომ რომ გვაკლია, რა გვაკლია? სიმდაბლეს გვაკლია და სიმშვიდეს გვაკლია. მაგრამ სიმდაბლის მოპოვება რთულია. სიმშვიდის მოპოვებაც რთულია. ეს არის ჯვრის ზიდვა. მაგრამ გავიხსენოთ, აი ეს იყო წაკითხული უფალ იესო ქრისტეს სიტყვები. ვინც არ აღიღებს თავის ჯვარს, არ შემომიდგება, ის არ არის ჩემი ღირსი. ამდენად ჯვრის ზიდვა არის აუცილებელი. მაგრამ ეს დაკავშირებულია ვნებებთან, ბრძოლასთან და ცოდვებთან ბრძოლასთან. ცოდვები კი შედეგი იმისია,
რომ ჩვენ არ ვებრძვით ჩვენს ბნებებს და განსაკუთრებით არ ვებრძვით ყოველივე იმას, რაც გვართმევს სიმდაბლეს, რაც ხელს გვიშლის სიმდაბლის და სიმშვიდის მოპოვებაში. და ამ დროს აი გზა ქრისტესკენ მხოლოდ ამაზე გადის, ამ თვისებებზე. წმინდა ნიკოლოზი არის ჩვენი მფარველი, სწრაფშემწე, ის ყოველთვის ჩვენთან არის, მაგრამ იგი იქ არის მხოლოდ, სადაც არის ეს ბრძოლა ბნებებთან, ნამდვილი ბრძოლა ბნებებთან, ნამდვილი ბრძოლა ცოდვებთან. ვერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ვევედროთ წმინდა ნიკოლოზს, რომ გაგვაძლიეროს ამ გზაზე, ბნებებთან ბრძოლის გზაზე, ჩვენს ამპარტავნებასთან, ქედმაღლობასთან, არაწმინდებასთან, სხვა და სხვა ბნებებთან და მეოხ გვეყოს, შეგვეწიოს, ევედროს უფალს, რომ ღმერთმა მოგვივლინოს ჩვენ სულიწმინდის მადლი, განმამტკიცებელი ჩვენი ამ გზაზე. შეგახსენებთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს ასევე, რომ იყავით წმინდა, როგორც მამა თქვენი წმინდა არის. ანუ ღმერთზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენ ისეთი სიწმინდე ვერ გვექნება, როგორც აი ამ დიდებულ წმინდანებს ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ მათ მივბაძოთ, ამ სიწმინდის გზაზე ვიაროთ, თუ ვართ ქრისტიანები. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, წმინდა ნიკოლოზმა გაგახაროთ, დაგლოცოთ, წმინდა ნიკოლოზის მადლით უფალმა დალოცოს ეს შესანიშნავი ტაძარი. სამღვდელოება ამ ტაძრისა, მამა მაქსიმე, მამებო, მადლობა დღევანდელი მსახურებისთვის. წმინდა ნიკოლოზის ლოცვით უფალმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ. ქრისტე აღდგა.